იაპონიაში მიდივარ. სიმაღლისა ეგეთ რაღაცებს მithumetes არ ვიშინია. Კარგია. We will write lots of things in Japan together. მოკლედ მეც ძალიან მიხარია. მე ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე აი სხვის რეაქციას რომ ნახულობ ახლა თან ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენა. Konnichiwa minasan, Tevi channelのテリです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、まだ特別な日です。なぜなら、私たちは頭ちょたで日本に行きます。みんな喋っているから私の声聞こえないと思います。だから今サプライズがありますね。これで多分何が入っているかもうみんながわかると思いますよね。だから今さすがあげましょうね。次の行く人はナノですね。そしてナノと一緒にもう一人連れてきます。この人は誰かな？私のいとこの大学生のエカちゃんです。そして次はなぜタメラが連れてこないかちょっと後で説明しますね。そしていとこのエカは私たちの家で遊びに来ますので、私は今日プレーンチケットをサプライズで開けます。とても楽しみ。ო, რა ლამაზია ჩვენი ეკია.なんかひなたはめちゃエカと抱っこしたいよ。ずっとエカと一緒にいる。かわいそう。ეს ის არის რაც მე მგონია, მე კი ვიცი რაც არის, მაგრამ შემდეგი რა არის? No, vacatayo, next video. იაპონიაში მიდივარ. მე ვიცოდი. ესე იგი ისტორია მეურვება. და მე რომ პირველად წავედი და წავედით იაპონიაში, ეგრევე შეგვიძლია პირველი ქვეყანა იქნება იაპონია. ანუ მაგას საკითხს არაფერს აღარ მოგიჩვენ. აბა მართლა წარმოუდგენია. არ ველოდი და პირველი ქვეყანა იქნება იაპონია. ხო. და ძალიან მიხარია რომ ასე პატარა ასაკში მიდიხარ 19 წლისას მიდიხარ ძალიან კარგი. იმიტომ რომ შენ ხელები საქართველოში წარმოიდგენია. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ. მან იაპონიაში რომ მიდია. ის არ არის. მე საფალოზე წეს ლექტორი, არა თქვენს მომაყოლა რა, საიდანო როგორ რანაირად მეუბნებოდა და მე ეს სასეპრაჭო ბალკონის ეკავიდეთო ბალკონი. წავედით იაპონიაში ერთად. იაპონიაში ნიკნა. ეკია ვეკია. ასევე დღეს გადმოგცემ საჩუქრად ჭხირებს და იაპონიაში წასვლამდე მინდა რომ ივარჯიშო, იმიტომ რომ იქ ძალიან ხშირად ჭხირები ჭამა მოგვიწევს. これは皆さんジブリの店に買いました。もののけのお箸です。ひなたはエカが本当に大好きだよ。ずっと今日はエカと一緒にいる。
Ohayou gozaimasu. Watashi tachi wa ima biza tori ni ikimasiyo. Soshite futari tomo totemo tanoshimi desu. Აბა ეხლა მინდა რომ რამდენიმე კითხვა დაკისვა. ახლა ზოგი შეიძლება გვიყურებდეს ისეთი ხარხივით შესახებ არ იცის და გვინდა რომ გავაცნოთ ცოტა და მაგალითად თქვი ახლა შენ რამდენი დაძმა ყავს და შენ რომელი ხარ დაძმებში მე რამდენი? ყავს 2 და 1 ძმა. ვარ უფროსი. როგორია უფროსი? ეს ისეთია, აი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ასე რომ ვთქვათ შენ გაქვს. კი, კიდე შენ უნივერსიტეტში წახვედი მიახლოებით როდის? სექტემბერში 16 სექტემბერს და თითქმის 9 წელი გავიდა რაც ცალკე ხარ ხო ასე თუ ის ნუ მარტო არ ცხოვრობ ახლა იქნებ ისევთან ხარ მაგრამ ის არის ცალკე ცხოვრობ როგორ არის გენატრება ხოლმე კი და ბევრჯერ ვერ ვახერხებ ჩასვლას ნახვას ჩემ არა და ძალიან შორი არ არის მაგრამ მაინც ვიცი ახლა დაკავებული ხარ კი უნივერსიტეტში რაზე სწავლობ შენ ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ შენ მახსოვს პატარაობიდან მასწავლებლობა გინდოდა ხოლმე. ეხლა კიდე მინდოდა მეკითხა, რომ რადგანაც მივდივართ საზღვარგარეთ და შენთვის პირველი ქვეყანა არის, რამეა თუ არის ისეთი, რაც ცოტა განერვიულებს, აი მაგალითად საჭმელი ან რაღაცა ეგეთები. რა ვიცი, მე მგონი ისეთი არაფერი არ მანერვიულებს, არის ცოტა ალბათ საჭმელი, იმიტომ რომ უცხო საჭმელს მარტივად ვერ ვიტვისებ. ხო, ახლა თან არც გაქვს იმდენად გასინჯული და შესაძლოა ცოტა გაგიჭირდეს. არა უშავს. ხო და ერთადერთი ცოტა რთული რაც შეიძლება იყოს იქნება აკლიმატიზაცია. ხო. იმიტომ რომ იაპონია ცოტა მაღალ ადგილას არის. ცოტა დედასთანანოს ოდნავ გაუჭირდათ, მაგრამ ვესი არ არა. ჯერ არის რომ დროის სხვაობაზე მიჩვევა 5 საათი არის სხვაობა და აკლიმატიზაციაზე არის რომ აი კანზე გამონაყარი იცის დანაყარები ხონდა პირველად რო წავედი. შეიძლება ეგ მესვლა. კი, ხო, აი საჭმელსაც რო უცებ იცვლი და ყველაფერს აკლიმატიზაცია ეგ არის. მაგალითად, შენ ახლა სკოლაში სწავლე რამე იაპონიაზე გახსოვს? იაპონიაზე გქონდა კი რაღაცები, რაზეც იაპონურ ტრადიციებზეც გქონდა რაღაცა უარი. სკოლის გარდა მაგალითად რა იცოდი იაპონიაზე? იაპონიაზე ნუ ტელეფონიდან რა თქმა უნდა და ინტერნეტიდან ტრადიციების შესახებ, იქაური ყოფის შესახებ, როგორ ცხოვრობდნენ. აი, ქალაქებზე ახალწელზე, ქალაქებზე, ანუ ფოტოები და ასე შემდეგ. კი. სადმე ისეთი ადგილი არის იაპონიაში, რაც ძალიან გინდოდა რომ გენახა? რა თქმა უნდა, ტოკიო პირველ რიგში. ტოკიოში მან მიკიდა გავადი. ხო. და საკურები, სადაც ყოლის ის ადგილი. როგორ სახელი არ ვიცი. როგორ გზნობ თავს ახლა რომ ნელ-ნელა უფრო რეალობასთან კავშირდება რომ ვიდიხარ, იმიტომ რომ ასე ახლა რო გითხარი თავიდან უცებ რთული არ გაიაზრო რა ხდება. ხო, და ახლა როგორ ხარ ახლა მაგალითად აი უკვე საერთაშორისო ვიდეოც რაღაც დასაწყის ემოციებს გრძნობ. კი, ახლა ისე თვითმფრინავის არ გეშინი. არა, სიმაღლის ეგეთ რაღაცებს მithumetes არ გეშინი. კარგია. We will write lots of things in Japan together. მოკლედ მეც ძალიან მიხარია. მე ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე აი სხვის რეაქციას რო ვნახულობ ახლა თან ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენ რა მელოდება. ხო, თან ძალიან მოულოდნელად გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ შენამდე ახლა ჯერ თაკო გვინდოდა რომ წაგვეყვანა, რა თქმა უნდა, ახლა, მაგრამ გადავანაცვლეთ. შენ ცოტა მერე ვაპირებდით რა. გეგმა გვაქვს გაწყობილი, ვინ როდის უნდა წავიყვანოთ და ამიტომ ცოტა გადმოინაცვლა და მეც მიხარია რომ ამ ხელა ასაკში, ამ ხელა ქვეყანაში მიდიხარ და თან პირველი ეს არის. კი, როგორც ნანოსთვის იყო პირველი საზღვარგარეთის ქვეყანა, ისე არის იაპონია, მაგრამ ან ზოგადად ბევრი ხალხი იძახის, რომ პირველი საზღვარგარეთ იაპონიაში არ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ სხვა ქვეყანა ვეღარ გაგაუცებს ისეთ. ვაუ. კი, აი ნანოც ეგრე იყო, ნანო იყო მე იაპონიის მე რა ერთ-ორ ქვეყანაში და არ მოეწონა დიდად სიმართლე გითხრა. და კარამინასან ეკანო რეაქცია ტოტემო თანოსიმი დეს. მე რა იცი რა მითხარი? ცისინათლების სასწავლო ხონთ, კარგად არ ვიცი და ნახევრად მაქაყურები. ძალიან ის არის ეგ მე და ნანოს რეაქცია გვაქვს მაგ ვიდეოზე გაკეთებული. ბოლომდე კარგად უყურო. მაგრამ უნდა მოემზადო ემოციურად იმდენად ძალიან რთული თან ნამდვილ ამბავზე როა უფრო რთულია. მე და ჩემს რე. ხო, თან იმიტომ რომ დაძმაზე არის და ანუ ეგეთი მაზია და ეგ ხო უფრო ხა ჩვენ ორივეს გვყავს შენ დაძმა ყავს, მე დები ყავს და ხო, მაგიტო ეს არის. უფრო
ფურთული საყურებელია.私も皆さん日本で行った時は21歳でした。そして香川今19歳だから結構近いですね。そして私にとっても日本の経験はとても素晴らしかった。そして香川は大学生なのでいっぱい希望があるから日本に行くことはとても手伝うと思う。もしかしてなんか頭に変わるよ。そして他のものがやりたくなるとかなんか今やってるものはもっと上手くなるとかいろいろありますので私もとっても楽しみですだから皆さん全部見てみようね。一緒にもちろん皆さん私たちは日本のエンベッシーのところで着きました。そして日本のエンベッシーはめっちゃいいビルディングにありますよね。だから私たちも今中にいてビザをアプライします。行きましょう中には全然説明は全くできないのでちょっとビデオをここで消します。ビザのアプライすることは終わりました。そして私はもう4回目でやってるけどいつもとても緊張しています。普段はめっちゃ早くできているよビザは。でも今回はニューイヤーとか全部来るのでちょっと遅くなりますよ。でも大丈夫ですまずは食べらにめちゃ大きなご麺が痛いですよ。ძალიან დიდი ბუდიში, იმიტომ რომ მართლა ხა შენ ჩემი დახარ და დედაც წავიყვანე და ნანოც წავიყვანე უკვე და შემდეგ იმდენად მქონდა რომ შენ წამეყვანე დაგეგმილი რომ ჩამოვედით თუ არა მაშინაც გეუბნებოდი რომ აბა შემდეგი გიხარია, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ შენ უნდა წაგვეყვანე. მარტო გამომწერებზე კი არ არის, ანუ მეც მინდოდა რომ შენ წამეყვანე შემდეგი, მაგრამ ამ დაგეგმის დროს რაღაცა რომ დავილაპარაკეთ შენთანაც ჩვენც რო კიდე კარგად დავფიქრდით, ცოტა შეუთავსებლობები იყო და გადავანაცვლით შენი და ეკას წასვლა. ხოდაშოსკაც. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან მომენატრა შენთან ვიდეოში ყოფნა და შენს მაყურებლებთან ურთიერთობა და ვიდეოში ესე საუბარი. ეხლა ვისაუბროთ რაც შეეხება მიზეზებს თუ რატო ვერ ვახერხებ რომ წამოვიდე. ჩემგან ორი მიზეზი არის. პირველ რიგში ის რომ ნუ არის ძალიან უცელქესი ბავშვი. არ არის მიჩვეული ნეტასავით მგზავრობას მით უმეტეს თვითმფრინავს. ვერ ისვენებს ვერცა ტრანსპორტში დარბის არ შეუძლია ჩრდილობა და მოგიხსენებათ რომ ჩვენ ვიმყოფებით ევროპაში და აქედან იაპონიამდე ძალიან დიდი გზა არის გასავლელი. რაც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე დიდ პრობლემასთან დგომას ნიშნავს. მე ამის გამოცდილება არ მაქვს, არ ვიცი როგორ მოხდება ამ სიტუაციაში და რადგან ნოა პატარა არის, ამიტომ ვიკავებ თავს რომ ამ წელს წამოვიდით იაპონიაში. ასევე მეორე მიზეზი ჩემთა სასიხალოდ არის ჩემი მცირე ხელნაკეთი დეკორაციების ბიზნესი და რომელიც ახლა დავიწყე სულ 3-4 თვეა და არ მიმაჩნია სწორად დასაწყისში ჩემი საყვარელი საქმიანობის მიტოვება, რადგან მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რომ ჩემი პირადი საქმე მქონოდა, რაც ხელოვნებასთან კავშირში იქნებოდა. はい。ちょっとノアについては前ライブ配信の時にもいくつかなんか言いましたけど、今日はちょっと深く喋っていますよ。ჩვენ მაგალითად ეხა შე რო ქობულეთში ხარ და ჩვენ თბილისში ვართ 5 საათის გზა ხო არის მატარებლით და აი ეს 5 საათიც იმდენად რთული არის ნუასთან ერთად მგზავრობა. მეც ეხა შენგან მოსვენილი მაქვს, იმიტომ რომ 3ჯერ ხარ უკვე აქ ჩამოსული თუ 4ჯერ. ანუ ცოტა აი დიდობის პერიოდში ნუასი რაც სიარული დაიწყო. ყოველთვის ნანო მოყვება ხოლმე რომ გადაგატანინოს ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ მარტო ფიზიკურად ვერ იზავ. そして食べらにも言いましたけど、例えば日本に行くときは、ひなたは日本人だからインシュレンスは持ってますよ、もちろん。でもノアは日本人じゃないので、あと病気がとてもしやすい子なんですよ。そして病気の問題があったら全然インシュレンスはカバーができない。だからちょっとそれでも問題になってますよ。რადგან ჩვენ ცხოვრობთ ზღვის სანაპიროზე, ჩვენი სახლი ზღვასთან ძალიან ახლოს არის, შესაბამისად იქ არის ძალიან დიდი ნესტიანობა, რის გამო ნუას ხშირ შემთხვევაში წელიწადში დაახლოებით 4-ჯერ 5-ჯერ მაინც ემართება ბრონხებზე პრობლემა, რის გამოც ამ ზამთარშიც გვიწევს რომ შევიცვალოთ ჰაერი და დასასრულებლად წავიდეთ ცოტა მთიან ადგილში. ということで皆さんとりあえずこんな竜ですよね。私はめっちゃ連れてきたいよ、2人とも。でも今回はこんな状況になりましたので、次はノアによるな皆さんけど、多分次からはもう大丈夫だと思いますから、ボディシキでベルトがドロワセンボクタということで今日の竜はこんな感じでした。そして今からバイバイしますね。バイバイ。აბა შემიცი და კარგად გადავიდა. დროებ დაჭირდა rilaks. აბა ჰეც.
ということで私たちは一昨日にエンベーシーに行った。そして全部のドキュメントはアプライしましたけど、昨日は電話をかけてまだエクストラドキュメントがいるよ。そしてエカも今村にいて、そこでそのドキュメントの準備をしてまだエンベーシーに連れて行くと、とりあえずビザの大丈夫なことを願っています。ということで皆さん、このビデオは今年の最後のビデオです。そして今年はママも日本で連れて行くことができましたので、それも私にとって大きな夢でした。だから今年叶えてとても嬉しいです。この全部は皆さんのおかげですね。もう一度ありがとうございます。じゃあ皆さん良いお年を、そして来年もよろしくお願いします。では今年のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またねー。